რას ამბობ ქისტის ცხონება? მithვაქებს ვაჟკაცობას არ იყიდება ფულადა. თენგიზ არჩაძის 70 წლის საიუბილეო საღამო ფილარმონიაში რო გადაიხადეს, მურმან ლებაინძე გამოვიდა სიტყვით და ესეთი რაღაც უთხრა, რომ შენ ეპოქის ჭუჭხში გაურეველი კაცი ხარ. თენგიზ არჩაძე თვალგასაყოლებელი ადამიანიაო და მართლაც შემთხვევით არ ეძახდეთ ბატონ თენგიზ მარჯანიშვილელთა სინდის და შეიძლება მარტო მარჯანიშვილელთა და ქართული თეატრის კი არა, ჩვენი საზოგადოების სინდისადაც მოიხსენიოთ, იმიტომ რომ აი არ შექმნილა რაღაც მდგომარეობა, სიტუაცია თეატრში, კინოში, ყოფაში, სადაც თენგიზ არჩაძე რაღაც უღირსად მოქცეულიყო და როდესაც ვკითხე ინტერვიუში, რომ ბატონ თენგიზ, აი როგორ შეძელით, რომ ესე გეცხოვრათ, თქო მიპასუხა. მე მამაჩემი შვილი ვიყავი და იმიტომ და თუ მკითხა ვის ვემსახურებოდი, გეტყვი რომ ღმერთს ვემსახურებოდი. მალე ქაოს შემოგაცლის სრულ ყოფილს და იქმენი ნათელი. და ცას მისწდება ქვაში ამღერებული სული ჩემი. ცადად ყოფცნილი სამარად შემოდი. ხელოვნება თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტი ცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. და ალბათ ეს ღმერთის აღქმა რაღაც მორალური კოდექსის ჩამონათვალი იყო თენგიზ არჩაძისთვის, რომელიც აი ესე ცხოვრობდა უბრალოდ, სადაც რაღაც სიტუაცია იძაბებოდა, თვითონ გვერდზე გადგებოდა და მიდიოდა და სხვებს უტოვებდა არეალს. ერთხელ ვკითხე, რომ რატო არ გიყვართ მეთქი სინჯებზე სიარული? არასოდეს, აი პირველად როცა მას ცდიდნენ, რომ გადაიღოთ ბაშიაჩუკში, რომელიც მე ოთარ კობერძემ ითამაშა, იმის მერე ფაქტობრივად თუ სინჯები არ გადამიღია, იმიტომ რომ უხერხულობის გზნობა ქონდა, რომ სხვა მსახიობსაც რო სინჯებდნენ, მე რო დამამტკიცონ, მე იმას არ ეწყინოს და ყოველთვის ერჩია მასზე თქვა, თუ არის ვიდრე სხვა მსახიობისთვის გული ეტკინათ. ესეთი ხასიათის ადამიანი, ესეთი რაღაცა ბუნებრივ კრისტალურად სუფთა თეატრალური მოღვაწე შეიძლება ძალიან ცოტა გაგვახსენდეს. მართლა? ძალიან კარგი. როდის? ახლავე? კარგი. ახლავე წამოვა. დადული. ნედო. როდესაც თენგიზის ჯგუფი ამთავრებდა ინსტიტუტს, ჩვენ მე მაშინ შევედი ინსტიტუტში. და თენგიზმა ითხოვა თავის თანაკურსელი ნელი ფილიაშვილი. ისიც ულამაზესი გოგო იყო. აი რო გამოვიდოდნენ ინსტიტუტიდან, აი ხალხი ჩერდებოდა და უყურებდა. ჯერ თენგიზი როგორი წარმოსადეგი ადამიანი იყო, ლამაზი, ჯერ ერთი ჭკვიანი, განათლებული, ნიჭიერი, აი ყველაფერმა ერთად როგორ მოიყარა ამ ადამიანში თავი, აი მე გაოცებული ვარ პირდაპირ. ღირსეული ადამიანი, აი რასაც ქვია ადამიანი, მართლა ესეთი იყო. და საოცარი აი რაინდი, ნამდვილი რაინდი იყო, აი სუფთაზე სუფთა ადამიანი. ჩვენ ერთად დავდიოდით პიორეთის სასახლეში დრამატულ წრეში. იქაც მთავარ როლებს თამაშობდა სულ. ტაშით აჯილდოებდა ხოლმე მაყურებელი მოსწავლეებით ესწრებოდა ძირითადად შენ სპექტაკლებს. მე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარეთ ერთად, ერთ კურსზე ვიყავით. და ერთი პერიოდი გადაწყვიტა მან კარგად ხატავდა ძალიან. ხატრობის ნიჭი ჰქონდა და მეორე კურსზე რო იყო, გადაწყვიტა დავალებებ თეატრს თავსო, გადაწყვიტა და ჩავაბარებ სამხატვრო აკადემიაში.
მაგრამ ბედად დააგდა ქულა და იძულებული იყო ისე დაბრუნებული იყო და კიდევ კარგი რომ დააგდა ქულა. თორე დაკარგავდა ჩვენი მაყურებელი ასეთ არაჩვეულებრივ მსახიობს. ადამიანი იყო ძალიან მეგობრული, სუფთა, წმინდა, უანგარო. ხარში ამოუდგებოდა ადამიანს გაჭირებაში, ხინში. სიკეთით სავსე კაცი. იშვიათად ასეთ სუფთა კაცს არ მინახავს თითქმის. მე ძალიან ახლოს ვიყავ მასთან. მეგობრობდი ჩვენ სკოლის პერიოდიდან. რამდენი როლები შექმნა მან თეატრში და კინოში. უამრავი. თითქმის მთავარ როლებს თამაშობდა სულ. გარეგნობით არაჩვეულებრივი ლამაზი მაწვილი გახდა. ბოლომდე შერჩა ეს სილამაზე მას. შინაგანათაც ძალიან ლამაზი იყო შინაგანად. რადგახი? არ მინდა. უღარდან ხოდა გაიგე? არ მინდა. აბა ისინი შინდილა. შუქიელათია. ხო? რა ხარმზე ხალა? Dami. თენგიზ არჯვაძის ფენომენი კიდევ უფრო განსხვავებულია ვიდრე ზოგადად ქართული კინოს სამსახიობო გალერეის ის დიდი ნაწილი ამდენად მნიშვნელოვანი და ამდენად ინტერესის გამომწვევი რომ არის დღეს საზღვარგარეთის კინოს ისტორიკოსებში. ყოველთვის გარდა იმისა რომ რაღაც ეროვნული მენტალობის ნიშანი ქონდა ამ მსახიობს და ნებისმიერ მის როლზე შეიძლება რომ ეს ითქვას, რომ ხევსურული ბალადა დაუშვათ, რომელიც ჩვენს მაყურებელს ძალზე კარგად ახსოვს. შეიძლება ბევრად უფრო კარგად ახსოვს ვიდრე სხვა როლები, ხო? აი ამ მენტალობის ნიშნიდან გამომდინარე, მისი გმირები რატომღაც ყოველთვის ინარჩუნებენ იმ თავის თავადობას, რომელიც მას პიროვნულად ჰქონდა. პიროვნულობის ნიშანი ქართულ მსახიობებს არ აკლდათ, ნამდვილად. არჩვაძეს ჰქონდა კიდევ სხვა ერთი განსხვავებული რამ, რაც შესაძლებელია, რომ ყველა ამ როლთან გავაართლიანოთ, გავაერთიანოთ და გამოვყოთ. ეს არის შინაგანი ღირსების განცდა, ეს არის განცდა ძალზე კარგი განცდა და ძალზე საინტერესო განცდა თავისი გრადაციებით, იმიტომ რომ იცვლება ეს დამოკიდებულება მის ღირსებასთან, მის პერსონაჟთან მიმართებაში ყოველთვის, ხო? რომელსაც დაახლოებით ისეთივე გამოვლენის არეალი ჰქონდა, როგორც მის ხიბლს პიროვნულს. ნუ თუ არ გესმით რომ ყოველგვარი ახალი იდეის ქადაგება ავანტიურიზმის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს. არ დაფიქრებულ ხართ იმაზე, რომ რევოლუცია პატიოსანი არისტოკრატების ინტელექტს გამოიყენებს და შემდეგ გაუსწორდება მათ. როგორც საფრანგეთის რევოლუცია გაუსწორდა მიშელ დე ლეპელეტიეს და სხვათ. მე ეს რევოლუციის კანონზომიერებად მიმაჩნია და მაინც მის მხარეზე ვარ. აქავთ გავარ და სხვაგვარად არ ძალმიც. იცით ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? ვის? მარტინ ლუთერს. ბატონო დოცენტო, თქვენს რწმენას და იმას, რომ სხვაგვარად არ ძალგიცთ, დიდი გამოცდელის. მესამე პირია მოთახში კავკასიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი გენერალი გრაფი სეგედი გახლავთ. თქვენი ნათესავები ყველნაირად ცდილობენ გიხსნან. მის ბრწყინვალებას ისეთმა ადამიანებმა სთხოვეს, რომ მგონებ მზად არის გიშველოთ რამე, თუ კი ამის საშუალება გამოჩნდება. თქვენი ბედიღმლით თვით მეფის ნაცვალიც კი არ დაინტერესებული.
დასასრულ არც მე ვარ მტრულად განწყობილი, თუ კი ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს. არსებობს ორი შესაძლებლობა. რას აირჩევდით? თავისუფლებას თუ გადასახლებას? არჩევანი თქვენზეა, ბატონო დოცენტო. ბრძანეთ, რას აირჩევდით? თავისუფლებას თუ გადასახლებას? დათა თუთაშხიასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ. ეს ის როლი გახლავთ და ის ფილმი გახლავთ, სადაც ორაზროვნება აი ამ პერსონაჟთან მიმართებაში ყველაზე მძაფრად შეიძლება რომ შევიგრძნოთ დღეს, იმიტომ რომ შავი და თეთრი ამ ნაწარმოებშიც და მინდა გითხრათ მის კინემატოგრაფიულ ვერსიაშიც ძალზე მკვეთრია. მკვეთრია ეს მიჯნა. აი ეს სიმკვეთრე რომელიც ცოტა არ იყოს სწორხაზოვანია, შეიძლება ეკრანიზაციასთან მიმართებაში შეამცირა სწორედ თენგიზ არჩვაძის ნამუშევარმა მუშნი ზარანდიას როლზე, იმიტომ რომ ის არ შეიძლება ასეთი ერთმნიშვნელოვანი პერსონაჟი იყოს, როგორც პირველი ორი შეხვედრიდან ჩანს, არა? შემდეგ მას ემატება ეს დრამატული ფერი, ეს რაღაცა ტრაგიკული განცდის ნიშანი, მუშნი ზარანდიას ღირსების სხვაგვარი, სახეცვლილი, კომპრომისული, მაგრამ ამასთანავე საკუთარ თავში მად ჩახედული ადამიანის სახე, რომელიც ამასთანავე ნახეთ რა უცნაური მოვლენაა, ძალზე თავისთავად და ძალზე ბუნებრივად ინარჩუნებს გარეგნულ ხიბლსაც. ძალიან თავდაბალი იყო ხოდაშევის არ იყო ამპარტავანი და უბრალო იყო ძალიან უბრალოდ. კარგი გაგებით ამბობ უბრალოდ. წარმატებაზე გონდა ფილმებში და თეატრში და ყველაფერში, მაგრამ ამით არ იყო ესე იგი თავში არ ავარდნოდი რაღაცა თავდაბალი იყო ძალიან. სიხოსიათით და გამომდინარე. ცხოვრებაში თავდაბალი იყო და აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი სუფთა კაცი იყო, არაფერი არ შეშლია ცხოვრებაში. მოსიყვარულე მეგობრობა ის ნიჭია, მეგობრობის უნდა ნიჭი, მეგობრობის ნიჭი ქონდა საოცრად. ჩემო თამას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, თორემ დრო აღარ იტმეს. ვისაც რამის შექმნა შეეძლო ჩვენ სასაკში თავისი სათქმელი უკვე ნათქვამი ჰქონდა. თავარია მოასწრო კაცმა შენი სათქმელის თქმა. თავარია ისე არ წახვიდე ამ ქვეყნიდან, რომ შენი ერის წმინდა საკურთხეველზე მიუტანელი დაგრჩეს შენი გული, რომელიც შენს ხალხს, შენს მიწას ეკუთვნის. გვეყო ფილოსოფოსობა წავედით. დაიდგა სპექტაკლი თვალი პატიოსანი. ერთ-ერთ როლს მეც თამაშობდი ამ თავად თამაშობდა ბატონი თენგიზი. და ერთ-ერთ როლს მეც თამაშობდი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შეყვარებულია ბატონზე. მქონდა ეს ლამაზი სცენა, ძალიან კარგი სცენა, ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, ძალიან კარგი იყო ბატონი თენგიზი. როგორც ყოველთვის მე არ მახსოვს არც ერთი სპექტაკლი, არც ერთი ფილმი, სადაც ბატონ თენგიზს ჰქონდა რამე მინუსი. იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, როგორც იყო კარგი პიროვნება, ძალიან მართალი ადამიანი იყო. არ იყო სხვათა შორის ისეთი, რომელიც ჩაერეოდა რაღაცა ცუდ სიტუაციაში, იციან თეატრში რაღაცები ხდება ხოლმე და თენგიზი მისგან გარეთ იდგა ყოველთვის. ძალიან განათლებული იყო, ძალიან.
არაჩვეულებრივად იცოდა გეოგრაფია და განსაკუთრებით საქართველოს გეოგრაფია. ესე იგი, ყველა ქედი, ყველა მდინარე, ყველა მთა თავისი სახელებით რომელ მთას რა ქვია, რომელ ქედს რა ქვია, რომელ მდინარეს, რომელ ნაკადულს, აი ყველა სად იყო, როგორ მთელი საქართველოს ის დაკარგული ტერიტორიების ყველაფერი იცოდა არაჩვეულებრივად, ძალიან ქართველი იყო, აი ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ძალიან უყვარდა საქართველო, თბილისი უყვარდა ძალიან და ძალიან მოწონდა, იგი თბილისელი იყო თვითონ და ძალიან კარგი ოჯახიდან იყო, არაჩვეულებრივი დედმამა, არაჩვეულებრივი ოჯახი, კარგი შვილები, ნათია და ნატო და ამაყობდა თავის შვილები, თავის შვილიშვილებით ყოველთვის. კაცრი იყო, მაგრამ იცით, გამოხატო ამ სიყვარულის არ შეუძლია. არ შეეძლო, მაგრამ ეს იგრძნობოდა ყველაფერში. მისი სიყვარული სამშობლოსადმი, ადამიანებისადმი, ჩვენს მიმართ კიდე სიყვარული. რა ვიცი, ყოველდღიურ, იცით რა, მაშინ ვერ გრძნობ ამას, როცა პატარა ხარ და გონია, რომ ეს ნორმალურია, აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობა და ესეც უნდა იყოს და მერე წლები რო გადის, მერე ხვდები, რომ რა ბედნიერებაა, როცა არსებობს სიყვარული, როცა არსებობს. მე იცით რა, ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონდა. აი ახლა ხვდები, იმიტომ რომ სულ გადაღებებზე დავდიო, დაყავდათ წინათ ოჯახები ამ გადაღებაზე და აი გადაღებაზე ვიყავით ხევსურეთში მაგალითად. მაშინ გზაც არ იყო ხევსურეთში, როცა გადაღებები იყო და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. დავყავდით და გვეუბნებოდა, რომ ნახე რა ლამაზია. იცით, სილამაზის დანახვასაც ალბათ სწავლება უნდა, ხო? ეს სიყვარული ჩვენშიც ესე დატოვა სამშობლოს. მე ვერსად ვერ წავედი მაგალითად ამ ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ამის საშუალება და ეხლაც მაქვს, მაგრამ აქ სახლში ვარ. აქედან ვერსად ვერ წავალ, იმიტომ რომ ეს სისხლში მაქვს სიყვარული და ამის გარეშე არ შემეძლია და იტყოდა ხოლმე ხშირად აქ ვდგევარ და სხვანაირად არ ძალმიც. ის წინაშე ნადირთმეტეც კი უძლურია. რაუ? ელები თოქ მამაწერინა და არა შენ მასილამაყე. მაშარ მაგწონვარ. აკია. რა თავში ხლიჩებს ახალ? აკია მეთქი. ჰა, საპირის სამლე. ჩერტო პიკატელი. როგორ ცარიელი თოქ მამაწერინა ეხლა? იაცისათვის ღმერთს სილამაზე მოუწია. თოფირად მინდა. მაინც რა ქვია? მზე ვინ არის? შენა? ვახტანგი. სადაური ხარ? მილისე. ისერ მიყვარს ქალაქი. რატო? იქაც რა გავდა დიაცია. დიაცი რომაში შარვას ჩაიწონ. არ მომწონდა. ეგ არც მომწონ. ერთხელ დიაცი წამიყვანე. გამოდის ნახევრად შენ დიაცი და კლინკაო. გულა მიიღრა. მაგაშიც მართალი ხარ. სად მიყვალ? აი სამ ზევინა. რამდენს ლაყბო? არტისტი ხუმერა ხარ. არტისტი ხარ. სად გნახომ ზევინა? მოგცლიერ. ვითამაშეთ მე ხედავდეში დათიკოს თამაშობდა თენგიზი და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ქმარი ატარებს რეპეტიციას და თენგიზი და მე საციყვარულო სცენები გვაქვს და თენგიზი ისეთი საერთოდ იყო მოკრძალებული ძალიან ხო და ვამჩნევდი როგორი ცოტა დადაბული იყო ამის გამო რა თქმა უნდა არ უნდა შეემჩნია ეს მაგრამ აი მე ვხვდებოდი შინაგანად რომ აი დადაბულობა მაგას უშლიდა რასაკვირველია შემდეგ პრემიერაში ვითამაშეთ ფილმში ეს იყო როსებას პრემიერა და იქ დაძმა ვიყავით ამ ხრივ უკვე
ბრთაგაშლილები ვიყავით, რომ დაძმა ვიყავით ამ ფილმში. რა გინდა თქვენით? ბოლო მაინც ერთი მაქვს, ან ერთი შემჭამს, ან მეორე. არ ჩვენ ხარ მაინცა და მაინც ანგელოზი. დიდი მადლობა, ძამიკო. მადლობთ. ხო, კიდევ ერთი სამადლობელი მაქვს. აი ის ვაჟბატონი რომ მოგვიყვანე და გაგვახარე ყველა. აი, ღმერთო შეგწოდე და რომ გავიგე კვდებაო ცოტა დამშვიდდი. კვდება ბატონო, კვდება და დამშვიდეთ სულ ყველა. ღმერთო. ჰოლივუდის დონის მსახიობი იყო, რომლის თამაში ახლა რო უყურო იმ ფილმებს არ არის მოძველებული. მე უფრო ალბათ ჯობია ვილაპარაკო იმ შეხებაზე, რომელიც მე მასთან მქონდა. ეს იყო რაღაც ჩემი ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო. ბატონი გიგა ლორთქიფანიძის პრემიერა და მახსოვს როგორ ვნერვიულობდი, იმიტომ რომ გამაფრთხილეს წინასწარ, რომ ტექსტი თუ არ გეცოდინება, შეიძლება დიდი რისხვა დაგატყდეს ბატონი გიგას მხრიდან. და რაღაც ძალიან პატონ მე გავიგე, რომ ჩემი პარტნიორია თენგიზ არჩვაძე, იქ ეთევან კიკნაძე თამაშობდა მის დას რაღაც მთელი ამბავი და მოხვდი აი ამ დიდ არტისტებში, რომლებზეც ასე ვთქვათ, გავიზარდე, რომლებსაც ბავშვობიდან უყურებდი და მოხდი რაღაც სხვა ლიგაში აბსოლუტურად პირდაპირ ინსტიტუტის ბოლო იმიდან კურსიდან მოხდი კინოში. და მახსოვს რაღაცა სცენა მქონდა გადასაღები, სადაც იქიდან პროვინციელ გოგოს თამაშობ რაღაც ნათესავს იმდენ ჩამოდის ქალაქში და მსახიობობა უნდა და მივყავარ ბატონ თენგის გადაღებაზე და ეთყობა არის მე ის ნერვიულობა, გმირის ნერვიულობასთან ერთად რაღაცა შერწყმულ მდგომარეობაში მქონდა და ნუ ნერვიულობ პატარა ისე მითხრა. ისეთი თვალებით მიყურებდა და ისეთ ასე ვთქვათ პარტნიორულ პასებს მაძლევდა, რომ აბსოლუტურად გამხსნა იმ სცენაზე ერთი სიტყვა არ შემშლია და მიდი შენ შეგიძლია. რა წარმოდგენაც მქონდა, რეალურად ის დამხვდა. იმიტომ რომ ყოველთვის კეთილშობილი გმირის როლის ჰეროიკული გმირი იყო და მისგან მხოლოდ სიკეთას და მე ყველას იმეშინოდა იმ ეტაპზე, მაგრამ აი ბატონმა თენგიზმა გააკეთა ის რაღაცნაირად ისეთი ინტეგრაცია გამიკეთა ამ გარემოში, რომ მქონდა მისი იმედი. აი ამ კაცის იმედად ვიყავი ყველა სხვა დანარჩენ გინდა პერსონაჟთან, გინდა მსახიობთან მიმართებაში, აი ვიცოდი რომ ეს ჩემ ზურგს უკან დგას ისეთი ადამიანი, რომელიც მე არ ვიცი რითი, აი რაღაცა ქვეცნობიერად წარმართავს და მისი იმედი მქონდა რომ თუ რამე გამიჭირდა, თუნდაც სამსახიობო თვალსაზრისით შესრულებაში მის თვალში ისეთ ენერგეტიკას ვხედავდი, რომ ის პირიქით მეხმარებოდა. შენც ხომ გასკონელი გვარდიელი ხარ, მამაჩი? რაო? ოჰო. არა ნორმალურების ოჯახია ნახე. სუფრა უყვარდა ძალიან უყვარდა და თამადობას უყვარდა შესაძლოა. და მაღალ ფარდოვანი სიტყვების ხმარება უნდა უყვარდა ეცეთ. აი ბატონებოდა ესეთ და ერთგავს ძველ ქართული მართავდა დარბაისლურად ესეთი პათოსი ჰქონდა ესეთ სუფრას. ხშირად მეხუბრებოდი ხოლმე ესეთ უბრალოდ კი რა არის ერთ გაუნაწყენდა რაღაც მე სხვათა შორის კლავიც მიჭრის და რაღაცა გააჩუმა მაგით. თურქეთში გასასვლელი გზა აქედან იწყება.
შვიდობით მგზავრობა ბეგლარ. იმედი გაქვს რომ გაპატიებენ. ვიცი არ მაპატიებენ. მაგრამ მაინც აქ მირჩევნი. რაც უნდა იყოს ჩემი მიწა. შენი მიწა ბოლშევიკებმა წაიღეს. აღარ დაგიბრუნებენ. მე რომ მეყოფა იმდენს არ დამამადლიან. თენგიზ არჩაძემ არ იცოდა როგორ უნდა მიეცა ინტერვიუ. აი შენ კითხვას დაუსვავდი და ყველა კითხვაში უხერხულად გზნობდა თავს. თუ ცხადი არ ეხებოდა მის კოლეგას. როგორც კი აი მასზე აი აქ ეს რო ითამაშეთ. გეტყოდა არა მე ჩემი ფილმები არ მინახავს. არა მე არ ვთვლი რომ მე რამე ისეთ არ კინოზე კინო ხილიაო, დასაყოლებელიაო, ფულის საშუალებაო. თეატრი არის მარადიული სიყვარული და სხვათა შორის მე ასევე ძალიან ცოტა არტისტი მახსენდება, რომელთანაც როცა არ უნდა მისულიყავი, ყოველთვის ედო თანამედროვე ლიტერატურა. ერთი არის რომ რაღაცა კითხულობ ისტორიულ წიგნს, აი თენგიზ არჩაძეს ყოველთვის აინტერესებდა როგორ ვითარდებოდა მაგათად ლიტერატურული პროცესები. და უმეტესად ერთ დღამაში ვკითხო, რო ვიწყებო არ მეძინება და მე სანამ არ დავამთავრებო არ ვჭერდები. ამიტომ აი თითქმის ყველაფერი წაკითხული იყო, რაც საქართველოში გამოდიოდა ბოლო წლებამდეც, აი ისეთი ავტორების შესახებ მოგიყვებოდა, რომლის გვარი ჯერ შენ გაგებული არ ქონდა. და ამის გამო ალბათ ცდილობდა რომ უფრო სახში ყოფილიყო, რადგან ეს სიმორცხვე გადაელახა, რომ მას აი ძალიან ეუხერხულობოდა, როცა ვიღაცა სიყვარულს უხსნიდა, როცა ქუჩაში აჩერებდნენ და რაღაცა თბილ სიტყვას ეუბნებოდნენ. ყოველთვის რაღაცა ერთჩერო სახლში მშვიდად ყოფილიყო. აი საოცრად არაარტისტული ხასიათის არტისტი იყო, რომელმაც რაღაც აი დიდი პიროვნების, დიდი მოქალაქის და დიდი სიკეთის კვალი დატოვა, რომელიც აი ჩემთვის პირდაპირ აი დანთებული სანთელივით არის თენგიზ არჩაძის ცხოვრება და მოღვაწეობა თეატრშიაც და კინოშიაც.